მადლობა, დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის ინგა გისმენდით ყურადღებით და თითოეულ თქვენ სიტყვას ვეთანხმებით. ნამდვილად ეს ვითარება არის მთელ საქართველოში, განსაკუთრებით დასავლეთ, აღმოსავლეთ საქართველოში, სხვადასხვა რაიონებში თბილისის მიღმა. ერთ-ერთი ნამდვილად. თუმცა კარგი არის მოცემულობა, ისაც ახლა ვიტყვი. მზადყოფნა, სურვილი ცვლილებებისთვის ასევე არის მზარდი. ანუ ჩვენ შევთანხმდით, რომ ცვლილებები გვინდა. მაგრამ ჩვენ ახლა უნდა ყველამ დავიჯეროთ, რომ ცვლილებები შეგვიძლია, ცვლილებების მოხდენა შეგვიძლია. აი ამ რეგიონებზე საუბრობდით, ხო, სხვადასხვა რეგიონზე, სხვადასხვა ულამაზეს კუთხეებზე, სოფლებზე, არ ვიცი, დაბებზე. ვისაც კი აქვს სამსახური, აი ჩემი დაკვირვებით, ყოველდღე მეგობრებთან ერთად, თითქმის ყოველდღე ვარ თბილისის გარეთ, სხვადასხვა რაიონში და ქალაქში. ვისაც კი აქვს სამსახური, კერძო სექტორი იქნება თუ სახელმწიფო სამსახური, აი ვისაც აქვს თითქოს სამსახური და ხელფასი გარანტირებული, წლების განმავლობაში ეს ხალხი არის კარიერულ ჭაობში. ანუ ხელფასის ზრდის პერსპექტივას იშვიათი, ვარა უეშვიათესი გამონაკლისის გარდა არ არსებობს თუნდაც კერძო სამსახურშიც კი რეგიონებში. და სახელმწიფო სამსახურში, ნუ ეს არის ნორმად. აქვს თითქოს ადამიანს ხელფასი 2019 წელს, არ ვიცი, 1300 ლარი, 2024 წელს ვარ და ისევ 1300 ლარია ხელფასი, არა და ბედნიერი უნდა იყოს ეს. ეს არის დასაქმებული ადამიანების შემთხვევა, ხო? ამ დროს ფასების ზრდა, რაზეც ისაუბრეთ, თვალში საცემია, ხო? ეხლა უმუშევრობა და დაუსაქმებელი ზღვა რაოდენობა ადამიანებისა, ხო? მხოლოდ 2022 წელს მხოლოდ 2022 წელს 157,000 ქართველი წავიდა და თქვა რომ უკან აღარ დავბრუნდები. ანუ აღარ ბრუნდება, ხო? 2023 წელს 10,000 ბავშვი 14 წლამდე, ბავშვია, ხო, 14 წლამდე წავიდა, მშობლებმა წაიყვანეს. და ვეხმაურები აი მონოლოგში თქვენს მიერ მოყვანილ ციფრებს. თუ კი ეკონომიკა დიახაც იზრდება და ციფრებით, პროცენტებით ნამდვილად იზრდება, მაშინ როგორ ხდება, ხომ? ძვირფასო ქართველობო, საქართველოს აი ძალიან პატრიოტო ადამიანებო, მინდა რომ აი დავფიქრდეთ ყველა ერთად. იზრდება ნამდვილად ეკონომიკა. ციფრებში, მილიონებში, მილიარდებში იზრდება თვიდან თვემდე. მაგრამ როგორ ხდება ამავე დროს პარალელურად რომ იზრდება სოციალურ ბაზაში რეგისტრირებულ ადამიანთა რიცხოვნებაც. როგორ ხდება რომ 2023 წელს 10,000 ბავშვი 14 წლამდე წავიდა. ესე იგი მშობლებმა უკვე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება, რომ აი ამ ქვეყნიდან, რომელსაც მართავს ივანიშვილი მილიარდერი თავის კლანთან ერთად, მე კი არ უნდა წავიდე, მამა და ჩემი მეუღლეც კი არ უნდა წავიყვანო და არის ბევრი ოჯახი, სადაც შევხვდებით, რომ შვილები დატოვებულია და ბებია ბაბუასთან და მშობლები წასულები არიან, რომ შვილებს მე იქიდან გადმოუგზავნოთ, გადმოურიცხო ფული. არა, ეს იმედიც გადაეწურა ძალიან ბევრ 1000 ქართველს და 10,000 ბავშვს ხელი მოკიდეს და წაიყვანეს ბავშვებიც. და აი ამ დროს ეკონომიკა იზრდება და სად მიდის ეს ეკონომიკური ზრდა? ეს დოვლად, ეს კეთილდღეობა ვიზე ნაწილდება, რა თქმა უნდა ნაწილდება აი იმ კლასტერზე, იმ კლანზე, რომელიც მიტაცებულ ხელისუფლებაში მართვის სადავეებთან არის და დაიჯერა იქ ვიღაცამ ივანიშვილმა და არ ვიცი კობახიძეებმა და სხვაებმა, რომ მე უნდა ვიყო და ვიყო. კი, მოვედი 2012 წელს და არ ვიცი 2022 ვერ იქნება ეს წელს არჩევნები არ ემსახურება პარტიული მიზნების ასრულებას და მიღწევას და ამოცანების შესრულებას. ჩემო ძვირფასო ადამიანებო, წლევანდელი არჩევნები არ არის რომ რომელიღაცა პოლიტიკური ერთი ან ორი პარტია უნდა მოვიდეს კოალიციურად ეს გარდაუვალი იქნება და ქართული ოსმალო როგორც პარტია უნდა წავიდეს. ან ეს ყველაფერი შეჩერდება, ან შეჩერდება დიახაც გენოფონდის უბრალოდ განადგურება და ნადგურდება. წარმოიდგინეთ ეხლა ერთ წელიწადში რომ 10,000 ბავშვი წავა 14 წლამდე რა მოხდება მომდევნო წელიწადს, ხო? ან შეჩერდება ტენდენცია, რომელიც ასევე გულისხმობს, რომ შობადობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სიკვდილიანობა, ან შეჩერდება პროცესი, სადაც ადამიანებს იმედი დაეკარგა,
მაგრამ სადღაც უკვე ღვივდება ეს იმედი 3 თვით ადრე და ამას გრძნობ ყოველდღიურად, თორე მე მეწმუნეთ ეხა საკუთარი თავისადმი პატივისცემა ყველა ადამიანს გვაქვს და მეც მათ შორის, ხო, ყველაფერთან ერთად, მაგრამ მე რომ ვერ გძნობდე, რომ საზოგადოებაში არის მზადყოფნა ცვლილებების, ხო, ყოველდღე ნამდვილად არ არის ადგილი, ყოველდღე ნამდვილად შეიძლება ვერ მომეხერხებია იმის კეთება, რასაც ვაკეთებ, ხო, მაგრამ გძნობ ამავე დროს, რომ მორალური დიდი მხარდაჭერა ჭირდება ბევრ რაიონში მაცხოვრებელ ადამიანებს, სოფლებში, ქალაქებში, რაიონულ ცენტრებში, მათ უნდა დაინახოთ, ჩვენ ერთმანეთს უნდა დავარწმუნოთ, რომ ყველამ ჩვენი წილი პასუხისგებლობა უნდა ჩავდოთ ამ პროცესში, ამ საქმეში, პოლიტიკოსებმა თავისი წილი პასუხისგებლობა დიდი უნდა გავიღოთ, რა თქმა უნდა, ჩვენმა მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, ემიგრანტებმა წელს, როგორც არასოდეს სხვა პასუხისგებლობა უნდა გამოვავლინოთ და არასოდეს რომ არ წავსულვართ საარჩევნო უბნებთან და უბნებში არ მისულვართ ხმისისაცემა და წელს ეს უნდა გავაკეთოთ და ბევრნი ერთად ამ მიმართულებით ვმუშაობთ. პედაგოგმა თავისი წილი პასუხისგებლობა უნდა გაიღოს და უნდა მოწაფეს სტუდენტს, ჩემის აზრით, უნდა კიდევ ერთხელ კარგად უნდა ავუხსნას, რომ იცით რა ქვეყანაში ყველაფერთან ერთად, იცით რა არის ღირსების აყრის ცდელობას აქვს ადგილი, როდესაც ერთ წელიწადში 5000-ით იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც 50 ლარად 450 გრამს სისხლს აბარებს, რომ გამოყვებოს ოჯახის რამდენიმე წევრი ან ერთი წევრი, ხო? 32000 დონორი იყო სისხლის ჩამბარებელი, სურვილი ვისაც ჰქონდა 32000 შარშან და ერთი წლით ადრე იყო 27000. 5000-ით გაიზარდა, წარმოიდგინეთ, ძვირფასებო ადამიანთა რაოდენობა, რომელიც დილით იღვიძებს, იღვიძებს მიდის სისხლის ჩასაბარებად, რომ 50 ლარი აიღოს. და ეკონომიკა რო იზრდება, შემთხვევით ეს ეკონომიკური სიკეთეები ვიზე ნაწილდება, უნდა დავფიქრეთ ამაზე, კალაძეებზე ხომ არა? ღარიბაშვილებზე ხომ არა, რომელსაც მაჯის საათი უკეთია რამდენიმე ასობით 1000 ლარად შეფასებული. საიდან მოიტანეს ეს ფული? მოსამართლეებს რომ აქვთ სასახლეები აშენებული და ცხოვრობენ რამდენიმე მილიონ დოლარად თუ ლარად თუ ევროთ შეფასებული, ფაქტია მილიონებზეა ხო საუბარი. გაუჯერდათ, იცით რა, ბევრს ქართულმა ოცნებამ ვიღაცეები შეაგუა, რომ იცით და შენ უნდა გვტებოდე შიმშილით, შენ უნდა გარბოდე ამ ქვეყნიდან, შენ უნდა სესხულობდე ფულს, ავიაბილეთი შეიძინო და გადაფრინდე და სადაც მიდი მიფრინდა, ვიქაც არ იცი რა დახვდება და სიმნელეში ნაბიჯს დგამდე, მაგრამ აქვე ყურიზირში უნდა შეეგუა ამოცენულობას, რომ უსიძეს მეგობრები და დაქალები მაგალითად მილიონ დოლარიან, არ ვიცი, სახლებში ცხოვრობდნენ. ან ეს ყველაფერი არის დასამარცხებელი, რომ შანსი გაუჩნდეს ამ ქვეყანას განვითარების. რომელიმე პოლიტიკური პარტია და ძალა კი არ არის პირველ რიგში ხელისუფლებაში მოსაყვანი. კი, მე ნამდვილად რა თქმა უნდა გამიხარდება, რომ კოალიცია ცვლილებებისთვის, ანუ 4 ნომრით რომ ვასპარეზობთ, მინაჩნია რომ ახლა სუბიექტური შეიძლება, მაგრამ აქვს ამისი საფუძველი, რომ არის ბევრად სიმპათიური, ბევრად უფრო სწორი, ბევრად უფრო მიმზიდველი ბევრისთვის, მაგრამ ყველა ოპოზიცია გამიხარდება, რაც უფრო მეტ დიდ ხარდაჭერას მოვიპოვოთ საარჩევნო ნომერი 4 კოალიცია ცვლილებისთვის. ახალი გიჩი დროა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ გამიხარდება რომელიღაცა სხვა ოპოზიციური პარტიის წარმატება, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ მხოლოდ ჩვენი მაგრად მუშაობა და ჩვენი სოფელ და მთა და ბარ სიარული საკმარისი არ იქნება. ისეთი სისტემაა დღეს ელექტორალური, ხო, საარჩევნო, უпростоრეთ რომ დამოკიდებულები ხვდებით ერთმანეთზე. რა თქმა უნდა, კოალიცია ცვლილებები ვერ დადგება ისე თუ კოალიციის რეალური შანსი არ მიეცა ამ ქვეყანას. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთპარტიული მმართველობისთვის ამ ქვეყნის მოსახლეობა ამ რაოდენობით აღარ აპირებს ვინმეს მისცეს ხმა. რა მინდა იცით კითხოთ და შემთხვევით არ გეკითხებით, იმიტომ რომ კიდე ერთხელ გავიმეორებ, ზუგდიდიდან გვერდ და მე ძალიან მაინტერესებს, აი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ალბათ იმიტომ რომ თბილისის სიტუაციაზე მეტნაკლებად ვაკეთებთ პროგნოზს, ძალიან მაინტერესებს რეგიონების თემა. ეხლა რა უნდა გკითხოთ? აი როცა თქვენ ხვდებით თქვენს ამომრჩეველს, მხარდამჭერს ან არა მხარდამჭერს რეგიონის მაცხოვრებელს, უფრო რის გამო არის მზად რეგიონები? არ ესმის მე მგონი ნიკას, თუ ესმის და მიდასტურებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რაზე ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. გესმით ნიკა?
კითხვას გისვამდი, დიახ. ანუ აი როცა თქვენ ესაუბრებით რეგიონებში ხალხს, უფრო როგორ ფიქრობთ, ცვლილებებს მხარს დაუჭერენ ეკონომიკური პრობლემების გამო, დაშინებების ან სოციალურ პროექტებზე მიბმის გამო, რითიც ყველა ხელისუფლება როგორც წესი ამხმებს საკუთარ ყულაბაში ყრის ხოლმე თუ უფრო ამ ხელისუფლების ღიად რუსული პოლიტიკის გამო. აი თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ ეხლა ამ ბოლო პერიოდის შეხვედრებიდან? მე მინდა ორივე მნიშვნელოვანია. კი, მე თბილისსაც ჩემს მეგობრებსაც ვეთქვი აი აქედან ზუგდიდიდან. რა თქმა უნდა, ზუგდიდელებს, შამგონელებს, დარჩენელებს, კახათელებს, ბათუმელებს, არ ვიცი, მარტვილელებს, ყველას ძალიან გვაწუხებს და აწუხებს ის ცდელობა, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას და ყოველ დღე პრაქტიკულად ამის დემონსტრირებას აღწევს, ესწრება შეხვედრებს, სადაც საუკეთესო ჩვენს პარტნიორებს შეძახილებით, სკანდირებით, მოკლედ სიკვდილი ამერიკის შეერთებულ შტატებს და სიკვდილი ისრაელს, ესეც იგულისხმება. ანუ ისრაელს დიახაც და ნუ სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს სიკვდილს შენი საუკეთესო პარტნიორისას უსურვებ და იმ შეხვედრაზე ესწრები, ბუნებრივია შენ ანუ ამას იღებ როგორც მოცემულობას, ხო? რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ქართულ ოცნებამ ამას იღებს მეტიც ამ მოცემულობისთვის ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მოცემულობა უფრო მყარი და მკაფიო გახდეს. რა თქმა უნდა ეს აწუხებს ყველას, მაგრამ ნუ დავუშვებთ შეცდომას, რომ არ აინტერესებს საზოგადოების დიდ ნაწილს რა იქნება მას შემდეგ, რაც აღარ იქნება ივანიშვილის. გეთანხმებით, მე გეთანხმებით. კი. რა თქმა უნდა არის უმტკინვეულესი, მაგრამ თბილისში მე მრჩება შთაბეჭდილება, მათ შორის რჩება შთაბეჭდილება იმ ადამიანებს, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ, რამდენიმე რომ ეს ბოლომდე არა აქვთ კარგად გაცნობიერებული, იცით რა? 24 საათი საუბარ ყველამ გაიგო, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ქართული ოცნება არის ღიად დეკლარირებული პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი. მაგრამ რამდენიმე პრობლემაა, ერთი დავასახელე, ადამიანებს სჭირდებათ უბრალოდ თანამებრძოლი დაინახონ შენში პოლიტიკოსში, ამ შემთხვევაში რაღაც პოლიტიკოსი ვარ და პოლიტიკოსები ვართ, ხო? მეორე სჭირდება კონკრეტული აღქმის გაჩენა და ეს უნდა გუწნო დაგიჯეროს, რომ შენ მისი საუკეთესო პირველ რიგში მეგობარი ხარ და არა ხმის სათხოვნელად და სამათხოვროდ დადიხარ. დავაჯერებთ, დავაწუნებთ, ვიქნებით გუწნო თუ ვარ გუწნოები მივიტანთ ამას და დაგვიჯერებს თუ არა და ვერ დაგვიჯერებს. იმიტომ არის ხდება ადამიანი, რომ იცით რა, ჩვენთვის მაინც არავინ არ არის. კი ბატონო, მეც გული მткиვა, რომ იცვლება კურსი, მივდივართ რუსეთისკენ, მაგრამ რამე შეიცვლება? დიახაც, არის ასეთი ადამიანი, არც თუ ისე ცოტა ამ ადამიანებთან არის ყოველდღიურად მუშაობა და ეს მუშაობა შედეგის მომცემი ნამდვილად არის. აინტერესებს იმ სოფელ შამგონაში, კახეთში, დარჩელში, არ ვიცი, რუგში ინფრასტრუქტურული პროექტები. რა ტიპის იქნება დეცენტრალიზაციის ხარისხი? ეხლა შეიძლება ბევრმა ანუ მნიშვნელობა კარგად ვერ გაიგოს, ოდესაც ვამბობ დეცენტრალიზაციის ხარისხი, რას გულისხმობთ? მარტივ რამეს გულისხმობთ, რომ ზუგდიდელმა გადაწყვიტოს საკუთარი პოლიტიკური ბედი ზუგდიდში, გადაწყვიტოს რაიონის ფარგლებში, გადაწყვიტოს მაგალითად მარტვილმა მარტვილში, ქუთაისმა ქუთაისში, ვინ იქნება მაგალითად დეპუტატი მისი კუთხით და წარმომადგენელი თბილისში და არა მხოლოდ იმიტომ იყოს ვიღაცა იქ წარმოდგენილი, რომ ბევრი ფული აქვს. იქნება მოხდეს ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკის თავდაპირად ამოტრიალება ქართული პოლიტიკის და ელექტორალურად ძვირფასი ადამიანები, ძლიერი ადამიანები დაფასდნენ, თუნდაც უფულო ადამიანები, ვიდრე მაგალითად ყველა ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ფეოდალები, ხო? და აი ამას სჭირდება პირველ რიგში დეცენტრალიზაციის ხარისხის გაზრდა, განვითარება, რომ ადამიანებს სურვილი გაუჩნდეთ ზუგდიდში ცხოვრების, მათ შორის იმ ადამიანებს, ვისაც პოლიტიკის ინტერესი აქვს და თბილისში არ გამორბოდოს და თბილისში არ ეძებდეს, მათ შორის პოლიტიკურ ნავსაყუდეს და არც ქუთაისში და არც ბათუმში და პასუხი რომ შევაჯამო, ორივე მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრმა ადამიანმა არ იცის და ეს, იცით რა არის, ინგა გაგიკვირდება თქვენ. მე რომ მე ვარ, მე წარმოიდგინეთ, ხო, ჩემი ვალდებულება რომ ტელევიზორს უყურო. ვაი, ვალდებულებაა, ხო? აი უკანასკნელი დაახლოებით 3 კვირარი ვერც ერთ საინფორმაციო გამოშვებას ვერ ვუყურე და ვერც ერთ გადაცემას ვერ ვუყურე ვერც ოლიმპიური თამაშების ვერც ერთ ასე თქვა შეჯიბრებას ვერ ვუყურე, იმიტომ რომ ზღვა საქმეა ნამდვილად, ეს მოსაშორე ინფორმაციას არ ვიღებ.
და წარმოიდგინეთ, სადაც მე ვერ ვღარ ვახერხებ აგრარულ ბაზარში დასაქმებული ხალხი, აგრარულ ბაზარში დასაქმებული ხალხი ბევრი საქმის კუში არ არის. მე შეხვდა ადამიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე ვეგონე, კიდე ინგა. ხო, მჯერა, რატომ? შეხვდა ასეთი ადამიანი, იმიტომ რომ შეხვდა ასეთი ადამიანი ნაციონალური მოძრაობის, ესე იგი ხაბეიშვილი იყო საერთოდ გამოტოვებული არ. არც ისევ იქ ვეგონე, პირდაპირ გეუბნები. ყალზე დადგა და მივხვდი რომ ბევრი უნდა ვიარო, გავაგებიო რომ იცით რა ეს ასე არა, სადაც აი ესეთი ჩემის აზრით გახმაურებული პროცესი იყო, ხო, ერთი წელიწადი ვიცხოვრე თქვენს ტელე გადაცემებში და საუბრობდი იმაზე, რაზეც საუბრობდი და შეხვდა ცოცხალი ადამიანი, ვისაც ვეგონე, არ მინდა ხო სოფელი დავასახელო, ვისაც ვეგონე ისევ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ანუ იქ ვეგონე. გესმით და ახლა ამ ადამიანმა საიდან უნდა გაიგოს, რომელიც არ უყურებს ტელევიზორს, რომ მაგალითად მას შემდეგ რაც რუსული კანონი დაინიცირა ხელისუფლებამ, მას შემდეგ 64%-ით შემცირდა უცხოური ინვესტიციები ამ ქვეყანაში. ეს ხო უბრალოდ უნდა მივიტანოთ კარებავდე და ვუთხრათ, რომ ესე იგი ხალხი უცხოური კომპანიები, ჩემო ბატონო, არ ვიცი, გულადი, ქალბატონო, არ ვიცი, ვენერა, ბატონო, ეს მურთას, ის რომ დღეს ვღარიბდებით გარდა კორუფციული სქემებისა და აი იმ კლასტერისა, რომელსაც ხელმძღვანელობს ივანიშვილი, ამის მიზეზი მათ შორის არის ის, რომ ბევრი კომპანია უცხოური დგება და ფული ამ ქვეყნიდან გააქვს. ბრიტანულმა ერთ-ერთმა ძლიერმა კომპანიამ საქართველოსთან 92 მილიონი გაიტანა. და ოფიციალური დახმარებებით ჩვენი პარტნიორებისგან რომ წყდება ზედიზედ ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, რაც ძალიან მძიმე შედეგს მოიტანს, ესეც ასახსნელია ალბათ ამ ხალხისთვის, იმიტომ რომ აქამდე 32 წელი ამ ქვეყანაში აი მარტო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდზე მეტი დოლარი დახარჯა საქართველოს ახალგაზრდა დამოუკიდებელი ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად და ეხლა როცა აი ამ ფინანსური დახმარებების შეწყვეტაზე არის საუბარი, ჩვენმა მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს აუცილებლად აისახება თითეული მათგანის ოჯახის ბიუჯეტზე მათ შორის. იმიტომ რომ დაარტყამს ლარს, გაზდის, სიღარიბის მაჩვენებელს, ფასებს და ამ თემაზე რა თქმა უნდა ხელისუფლებას არ აწყობს საუბარი და ცდილობენ რომ გადაფარო ბოლო კითხვა მინდა ნიკა რო დაგიშვათ. დიახ. და ერთი წვიდა იცით არის ხალხი ანუ ხალხმა უნდა იცოდეს მაგალითად ასეთი ადამიანი რო გიზიარეთ თუ გამოს როგორი ტიპის ადამიანი რა შეხედულებებით ხდება და რა ინფორმაცია აქვს მიღებული. შეხედი ადამიანი იცით რა კი მაგრამ აი ამდენი ფული რო მიდიოდა იმ NGO-ებში, სამოქალაქო საზოგადოება NGO-ებში ანუ პროპაგანდა სადღაც ნამუშევარი აქვს. აბა როგორ ეხა ამდენი ფული რო იწყებოდა ისინი დიდდებოდნენ ხო? 26 მილიარდი აქვს მარტო 10 წელიწადში მიღებული ქართული ოცნების ბიუროკრატია სახელმწიფო უწყებებს იგივე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან ანუ მაშინ თუ დასავლური ფული ამ ქვეყანას არ სჭირდება თუ მედიას არ სჭირდება თუ ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს არ სჭირდება კარგი დაუშვათ არ სჭირდება და არ გინდათ ის ფული და თქვენ ამბობთ რომ ის ფული არის მოკლედ ბინძური ფული არა და ჩემზე თავისუფალი ფულია რომელიც ქვეყნის განვითარებას ემსახურება ხო ხო სხვა მარტივი ენით საუბრობთ მაშინ იგივე ხელისუფლება ვინც აი ამ ხელს ვიღაც ადამიანებს ხო 26 მილიარდს რატო იღებს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ევროკავშირის სტრუქტურები რატო იღებს მართლა ანუ ინფორმირებულობა სჭირდება ადამიანებს და უნდა ვისარგებლოთ თქვენი გადაცემით ადადო თქვა ჩემი უდიდესი მე დარწმუნებული როგორც ვიმუშავებთ ისე ვიცხოვრებთ და მომდენო 3 თვე როგორც ვიმუშავებთ როგორც ვიბრძოლებთ ისე ვიცხოვრებთ მომდენო წლები მე გამიხარდება რაც შეიძლება ყველა პოლიტიკოსი ჩვენ ახლა ვცდილობთ კოალიცია ცვლილებებისთვის საარჩევნო ნომერი 4-ით ხო ახალი გირჩით რომ ვცდილობთ მართლა ვცდილობთ რომ მაქსიმალურად გავიშალოთ მარაოსავით აი რამდენიმე დღეში ჩვენ 100-მდე ოფისს გავხსნით 20 დღეში და აქტიურ საჯარო კამპანიას ვიწყებთ, მაგრამ აი, გინ დამიჯერეთ, გინდა მე გუწვრთნელად ვამბობ, გამიხარდება რომ ყველა პოლიტიკოსი, აი, ვინც ხშირად სტუდიებში
თქვენთან სტუმრობს და ძვირფასი რესურსია, რა თქმა უნდა, მედია რესურსი, სხვადასხვა სოფლებში, მეძუგდიჩი იყო, ვიღაცა იყოს, არ ვიცი. კი, აპირებენ კიდეც ოპოზიცია აპირებს კიდეც გუშინ ვუსმენდი ზუსტად ლელოს და ხალხისთვის და თავისუფლების მოედნის გაერთიანებას ამას აანონსებდა. გამორიცხულია, კი ბატონო, მიხარია, გულწრფელობები, წარმატებები მათ. მიხარია, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად მიხარია. მინდა, მაგრამ აი ვიცი, რასაც ვამბობ, არ მინდა უფრო არ მინდა ბევრად გულწრფელი ვიყო, ახლა ამ მიმართულებით, ამ თვალსაზრისით, ამ კონტექსტში რაზეც ვსაუბრობ. გაცილებ ჩვენ 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი უნდა ვიმუშაოთ და რეგიონებში, კი ბატონო. ქართული ოცნება. კი ბატონო, მესმის ნიკა. ეს არჩევნები არის ერთტურიანი არჩევნები, ძვირფასო მეგობრებო. ორტურიანი არჩევნები ის ჯოჯოხეთი დასრულდა, ის მაჟორიტარული სისტემა დასრულდა, სადაც 30-0 ქონდა ფორა ქართულ ოცნებას, ჰანდიკაპი ქონდა 30 მანდატიანი და ჩვენ 30-0-ს უკვე ვაგებდით და ისე შევდიოდით არჩევნებში, ხომ? და პირველ ტურში, როცა სრულდებოდა არჩევნები 2012 წლის შემდეგ, ვერცეთ პირველ ტურში ქართული ოცნება გამარჯვებას ოფიციალურად ვერ ზეიმობდა, ვერ აფორმებდა, მას ჭირდებოდა მეორე ტურები და მეორე ტურებში რესურსი, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდი ქონდა პირველ ტურებში, სადაც იმარჯვებდა ოლქები და მოხსნიდა ხალხს და მიაწყდებოდნენ მოკლედ მეორე ტურში გასამართ ოლქებს და იქ ხდებოდა ის, რაც ბევრჯერ გვიხილავს. ხო, ახლა აღარც მაჟორიტარული სისტემაა და არის ერთტურიანი არჩევნები და ამ ერთტურიან არჩევნებში ქართულ ოცნებასაც კი აი რომელიც გადაიქცა იმად რადაც გადაიქცა რესურსი ნამდვილად არ აქვს რომ მოახვიოს თავს აი 3000-ვე უბას ჩვენი სრული მობილიზაციით ემიგრანტების აქტიური ჩართულობით და ბევრი პარტია ამ მიმართულებით მუშაობს მათ შორის ჩვენი პარტია საარჩევნო ნომერი 4 ვიცი რომ სხვა პარტიას მუშაობს ლელოც მუშაობს ავიზი ნაციონალური მოძრაობაც მუშაობს ხო ეხლა ჩვენ ერთმანეთზე არ გვიждდებით პირდაპირ გეუბნებით არ გვიждდებით რა ნამდვილად ეხლა გული ხო მეუბნებიან იცით რა რომ იცით მე გულწრფელად ვამბობ ხო აი თქვენი ნაციონალურ მოძრაობასთან მე მაკავშირებს წარსული მეტი არაფერი და ბევრი კარგი ადამიანი არის იქ ამორჩევლები, მაგრამ მართლა გეუბნებით, აი კინაღამ წავიქეცი იმ ეპიზოდს, როდესაც ჯერ კიდევ ეგონე იქ მოქმედი თავმჯდომარე, ხო? პირიქით უნდა მე რომ მათი ხმები მინდოდეს და ჩვენ მაშინ უნდა პირიქით ამას არ უნდა ვსაუბრობდე, ხო? უამრავი ადამიანი არის, ვისაც სჭირდება ძვირფასო მეგობრებო, გვერდში დგომა, შეშინებული არის ნაწილი საზოგადოების გულს არის შეშინებული. გული მოგიკვდებათ, მაგრამ არის 80% შეხვედრებს ვერ აღვბეჭდავ, ვერც ფოტოაპარატზე და ვერც კამერაზე. იმიტომ რომ ყველას რაღაცა აქვს დასაკარგი. ეს რეალობა გვაქვს და უნდა დადგეს ძვირფასო მეგობრებო ის დღე, ის რეალობა ამ ქვეყანაში, თუნდაც იყო მინისტრი, თუნდაც იყო გამგებელი, წმუნებული სოფელში, არ ვიცი მე რომელიღაცა განყოფილების თანამშრომელი გამგეობაში თუ მე გადავწყვიტავ როგორც გამგეობის თანამშრომელი ხმა მივცე ოპოზიციას, მივცე უნდა ოპოზიციას და ამის გამო სამსახურიდან არავინ არ უნდა გამომაგდოს. ეს ასე არის ახლა, ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც, ეხლა ვიღაცა არ გამოვიდეს და არ თქვას ასე იყო და იმის წინათაც იყო. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს აი ამ დროს, წელს მიმდინარე წელს რომ დასრულდეს კოალიციური დემოკრატიული ძალების ხელისუფლებაში მოყვანით. რომ აღარ არსებობდეს ერთპიროვნული და ერთპარტიული მართლობა. არ არის ბუღალტერს არ უნდა ეშინოდეს. პირობითად ვამბობ, მარტვილის გამგეობაში, მერიაში მომუშავე განავიცნობ ისეთ ადამიანს, უბრალოდ ვამბობ პირობითად, ბუღალტრად დასაქმებულ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს სამსახურის დაკარგვის რომ გამოვიდეს და ოპოზიციონერს ხელი ჩამოართოს. გეთანხმებ. ეხლა რანაირი დემოკრატიის ხარისხი გვაქვს, რანაირი კეთილდღეობა გვაქვს, რომელზეც ვისაუბროთ, ზევით, ოდესაც დიდრდება მარტო, არ ვიცი რა ქვია, რამდენიმე ათეული ოჯახი და დანარჩენი დიდი მადლობა. მაგაზე სუის მახსენდება ხოლმე ქართული ოცნების არ შენდებათ საფთაჯენი პრემიერმა რო თქვა გიორგი გახარია მოწი 25 ოჯახის ჯიბეში მიდის მთელი დოვლაციო კი ბატონო მადლობა არა ასეა ნამდვილად ასეა მადლობა თქვენ მადლობა იმისთვის რასაც აკეთებთ და წელს გამარჯვება ამ ყოველთვის ვჯეროდა გამარჯვების მეტნაკლებად ხედავდი ამის შანსს მაგრამ ახლა პირველ რიგში
უნდა ერთმანეთს სიმართლე უთხრათ, რომ ასეთი შანსი გამარჯვების არასოდეს არ ყოფილა ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ გამარჯვება იწყება რწმენით. რა თქმა თუ ჩვენ არ ვირწმუნეთ გამარჯვება, რაც გვინდა გავიკეთოთ, ლამაზი პიჯაკი ჩავიცოთ, კოსტუმი, ხასტუკი და საუკეთესო პროგრამებზე ვისაუბროთ, უნდა ვირწმუნოთ. ჩვენ და ეს რწმენა იქნება გადამდები. გადამდები, დიახაც და ეს ხდება ახლა და სექტემბრის მეორე ნახევრიდან რეალობა ამ ქვეყანაში ძალიან შეიცვლება ხალხის საკეთილდღეოდ და რწმენაც გაიზრდება და მუხტიც გავარვარდება და ქართული ოცნების ბევრი ამომრჩეველიც ახლა რო ეუბნება რომ ქართულ ოცნებას მიცემ ხმას, დარწმუნდება რომ ხმა არ უნდა მიცეს ქართულ ოცნებას და რომელიღაცა ოპოზიციურ პლატფორმის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თქვენ თქვით რომ ერთმანეთზე არ ვგიჟდებითო პოლიტიკოსებიო, ჩვენც არ ვგიჟდებით ბევრ პოლიტიკოსზე, ჟურნალისტები, მაგრამ ხო, ან ჩვენ რატო უნდა ვგიჟდებოდეთ, მაგრამ ეს მართლა ისეთი დროა, როცა ცვლილებებამდე უნდა მივიდეთ ძალიან სწორი სვლით, რადგან ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. ნიკა, წარმატება მინდა გისურვოთ საარჩევნო ნომერი 4 კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი ახალი გირჩი დროა საარჩევნო ნომერი 4 ძლიერდება ავტორიტარიზმი რაც საქართველოს აშორებს თანამედროვე სამყაროში